ეგეთი ტონის კაცი, ვინც უნდა რომ ეს არაბული ქალაქები შექმნა საქართველოში და იძახის კოსმოპოლიტური ცენტრები უნდა შექმნათ საქართველოში. ეშმაკი, შეჩვენებული ეშმაკი თავიდან ბოლომდე. და უნდა თუ ჩვენი ხალხი მოაწყონ ფულებით. ფული ბაბაია, ბევრი ფულიო. აი ამით უნდა რომ მოაწყონ. ამით უნდა და ანტიქრისტეზე თაყვანი აცემიონ ეშმაკზე. აი შორ ჩვენგან თელიერი ფერზე უნდა დადგეს, რო ეს არ გაუშვას ქართველმა ხალხმა თავის ქვეყანაში, თორე გავნადგურდებით შვილებო. გავნადგურდებით, გაიარეთ იქ რა ხდება დავით აღმაშენებელზე. გაიარეთ რა ხდება რუსთაველზე, სულ მაგათ ხელშია ყველაფერი. ქართველს ეგონება უცხო ქვეყანაში თავისთავი რო გაივლის იქ. აი ეს განაპირობა ჩვენმა უდარდელობა, ჩვენმა ჯაკოს ხიზნობა. აი თემურაზე როა და მისი ცოლი იქ. ეს სიგნი ტყუილაგი არ არის დაწერილი. შემოდიოდნენ ის უცხოტომელები, ქართველები იმათ იღებდნენ, იმიტომ რომ იცით თქვენ ახლა რაზეა საუბარი იქ სამაჩაბლოში და ეუბნებოდნენ რომ ჩვენ ძალიან იაფად ვიმუშავებთო და ქართველებს დაავადებს ისეთი წუწურაკები იყვნენ ზოგიერთი ქართველი გლეხებისთვის ფულის მიცემა ხელფას გადახდა ენანებოდათ და ისინი შემოდიოდნენ და ეუბნებოდნენ ქართველიო ძალიან ძვირად იმუშაობსო და ჩვენ მესამე და მეხუთე ფაში და მეათე ფაში ვიმუშავებთო და ამ რიყვებს შემოყავდათ ესენი ასახლებდნენ იქ ისინი იყვნენ ხიზნები ხიზან ნიშნავს გმურს ხიზნები იყვნენ ისინი მე მოგოზრიერდნენ ქართველები გახდნენ იმათი ხიზნები მითო ქვია ჯაყოს ხიზნები მითო ქვია ჯაყოს ხიზნები და ცოლის გაუპატიურეს და თავზე დააშლენ ყველაფერი ეს გინდათ საქართველოში ეს გინდათ შორ ჩვენგან ნუ იყოფინ გავს ნუ იყოფინ ეს ამიტომ ფეხზე უნდა დადგეს თელიერი ჩვენი ქართველი ხალხი რომ ეს არ დაუშვას ანტიქრისტი არ უნდა გაამეფონ საქართველოში ის იდეოლოგია რომელიც იმათ მოაქვს ეს არის სულთა ანტიქრისტეს იდეოლოგია ეს თიშობრის ქვეყანაა ეს მაცხოვრის ქვეყანაა ქრისტეს სამეფოა ეს კაცო დედა ღვთისმშობლის სიმხვედრია